გამარჯობა, დღეს გეტყვით რატო გადადის ამდენი ადამიანი კლოდზე და რა ფუნქციები უნდა გამოიყენოთ პირველივე დღიდან. პირველი, კლოდის უფასო გეგმა. 2026 წლის თებერვალში კლოდმა მასიურად გააფართოვა უფასო ვერსია. Projects, Artifacts, ფაილების შექმნა Word-ში, Excel-ში, PowerPoint-ში და აპლიკაციების ინტეგრაციები. ყველაფერი უფასოდ. და ეს მოხდა ზუსტად მაშინ, როცა ChatGPT-მ რეკლამების ჩვენება დაიწყო. კლოდში რეკლამა არ არის და არც იქნება. მეორე, Skills და Plugins. კლოდს ასწავლეთ თქვენი სამუშაო სტილი. ბრენდის ხმა, კონტენტის ფორმატი, კოდის წესები, ერთხელ აკონფიგურირებთ, სამუდამოდ მუშაობს, Cowork-ის პლაგინები კი კლოდი ხდება თქვენი პროფესიის ექსპერტი, მარკეტინგი, იურისპრუდენცია, ფინანსები, დიზაინი. მესამე, Cowork და Schedule Tasks. ეს არის ავტონომიური AI ასისტენტი. აღუწერეთ ამოცანა. კლოდი თავად აკეთებს. მოაწესრიგე ფოლდერი. 50 კვირიდან გამიკეთე Excel-ის ფაილი. და მზადაა. Scheduled Tasks ითქი ამოცანებს დაგეგმოთ. კლოდი მუშაობს მაშინაც, როცა თქვენ გძინავთ. მეოთხე, Connectors და Interactive Apps. Gmail, Slack, Google Drive, Figma, Asana. კლოდი პირდაპირ უკავშირდება თქვენს აპებს. არა მხოლოდ კითხულობს, არამედ ქმედებებსაც ასრულებს ჩატიდან გაუსვლელად. მეხუთე, Cloud Code. ყველაზე მძლავრი AI coding ინსტრუმენტი ბაზარზე. ტერმინალიდან, VS Code-დან, ბრაუზერიდან, ან ტელეფონიდანაც კი Preview Mode-ით. კოდს წერთ და აპლიკაციის live preview-ს ხედავთ იქვე. Security Review ის გამოყენებით ხარვეზებს პოულობს, რაც ტრადიციულმა ინსტრუმენტებმა ვერ იპოვეს. და Hook სისტემით. Linting, Testing, Security ავტომატურად, ყოველ ჯერზე. მეექვსე, Deep Research და Extended Thinking. Deep Research ასობით წყაროს იკვლევს ციტირებულ ანგარიშს აბრუნებს. Extended Thinking ითქი კლოდ ჯერ ფიქრობს, მერე პასუხობს. რთული ამოცანებისთვის შედეგი მკვეთრად უკეთესია. და ბოლოს, Coding Chrome, ბრაუზერის აგენტი, რომელიც ხედავს თქვენს დაბებს, ავსებს ფორმებს, იმეორებს workflow-ებს და ავტომატურ განრიგზეც მუშაობს. ეს ყველაფერი ერთ ეკოსისტემაშია. Skills, Connectors, Cowork, Cloud Code, Chrome